დიახ, გამარჯობათ. პირველ რიგში მოგესალმებით თქვენ, მოვისალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. ნამდვილად გუშინდელი შეხვედრა ალბათ ყველა მიხილეთ, ყველა ვნახეთ, თუ რა განცხადება გააკეთა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, რომელმაც პირდაპირ განაცხადა ცალსახად და თქვა, რომ მას ჯერა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობის და კეთილგონიერების და რაც შეიძლება დროულად ჩორჩანას ტერიტორიიდან, სოფელ ჩორჩანიდან აიღებს ქართული მხარე საგუშაგოს და ეს ჩორჩანა, სოფელი ჩორჩანა უკვე შევა ეს პრაქტიკულად ჩორჩანას ჩაბარების პროცესი დაიწყო, ბატონ შალვა? და თქვა, რომ ცხინვალის ტერიტორიას მიუერთდებაო და დაუბრუნდება კანონიერ, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს. ეს ხდება მაშინ, მეგობრებო, ანუ ასე ნებაყოფლობით ქართული ოცნება ჩააბარებს ჩვენს ტერიტორიას, ისედაც ოკუპირებულ ნაწილს ხედავთ ჩორჩანას საოკუპაციო ხაზთან და ჩორჩანასაც მიუერთებს. თქვენ ფიქრობთ თუ და ინფორმაცია გაქვთ, რომ ამაზე საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება წამსვლელია? თუ დამასრულებინებთ, გეტყვით რას ვფიქრობ მე. ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება სწორედ ჩორჩანას საკითხზე პირადად გიორგი გახარიას მიმართ შეთითხნილი ბრალდებებით აღძრა სისხლის სამართლის საქმე. და სისხლის სამართლის საქმე აღძრა იმის გამო, რომ გიორგი გახარიამ ცოცავი ანექსიისგან დაიცვა საქართველოს ისტორიული ტერიტორია, სოფელ ჩორჩანას გულისხმობ მე. და სწორედ ჩორჩანაში ჩადგა საგუშაგო იმის გამო, რომ არ მოხდარიყო ცოცავი ანექსია. და ამის გარდა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, გაზიფიცირება მოხდა და ასე შემდეგ, რომ თვითონ სოფელს ქონოდა ნორმალური ცხოვრების პირობები და ღამე ძილის ნორმალური შესაძლებლობა. აი ამის გამო ედავებიან გიორგი გახარიას და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აღძრა აი ამ ხელისუფლება. და აი ამის გამო სწორედ საოკუპაციო რეჟიმმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და დღეს უკვე სთხოვს, რომ აიღოს ჩორჩანიდან პოლიციის საგუშაგო და მიუერთდეს ის ოფიციალურად უკვე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ერთეულს, ასე ვთქვათ, საოკუპაციო რეჟიმს. წარმოგიდგენიათ თქვენ აქ რაზეა საუბარი? რასთან გვაქვს საუბარი, თქვენ წარმოგიდგენიათ? ეხლა ქართული მხარე რას გააკეთებს? ხო, ეგ უკვე გამოჩნდება ძალიან მალე. მაშინ, როდესაც ამ წლის არ შემიძლია არ გავიხსენო, მიმდინარე წლის 9 მაისს პირდაპირ ხელშეკრულება მოეწერა ხელი რუსეთის ფედერაციასა და საოკუპაციო რეჟიმს შორის, სადაც პირდაპირ მიეცა შესაძლებლობა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს დაიკავონ ცხინვალში მაღალი თანამდებობები. და დღეს იმედია ბატონ შალვას ყველაფერი კარგად აქვს. მე ინფორმაციას წავუკითხავ, სანამ აღდგება კავშირი ჩვენს მაყურებელს. გახარია საქართველოსთვის პარტია ითხოვს სუს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროების ოქმი გაასაჯაროოს, მოლაპარაკებების ოქმი გაასაჯაროოს. მათი თქმით, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ უწყებამ განცხადებაში არ ახსენა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ქართულმა მხარემ ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგო აიღოს. ვაგრძელებთ ბატონ შალვასთან საუბარს. ბატონ შალვა, მე მგონი ტელეფონი გაგივარდათ ხელიდან, იმედია ყველაფერი კარგად გაქვთ. თავად მოგვიყევით, აი პრაქტიკულად გაასაიდუმლო ეს მოლაპარაკებების პროცესი და ეს ძალიან რეალურად კიდევ პროცესი მიდის ისე, რომ უკვე ოფიციალურად რუსეთის ფედერაციის საზღვრების შემადგენლობაში უნდათ რომ შეიყვანონ სამხრეთ ოსეთის უпростоრეთ ისტორიული სამაჩაბლოს ტერიტორია, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს შემადგენლობაში. რამდენ კვადრატულ კილომეტრზეა საუბარი? ლიანად აქ საუბარი არის ლიანად ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში უნდა შევიდეს. და სწორედ ეს სოფელი ჩორჩანაც უნდათ რომ აი ამ ასე ვთქვათ საოკუპაციო რეჟიმის ადმინისტრაციულ საზღვრებში შევიდეს, რომელიც შემდგომ მერე რუსეთის ფედერაციის საზღვრებში მოექცევა ბუნებრივია. გესმით ხო და წარმოგიდგენიათ ხო თქვენ რასთან არის აქ საქმე და როდესაც ღალატზეა საუბარი, სახელმწიფოს ღალატზეა საუბარი, როდესაც საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინაშე ჩადენილ დანაშაულზეა საუბარი, ამაზე მეტი ღალატი და ამაზე მეტი დანაშაული რა გინდა? ბატონ შალვა, ბატონ გიორგი გახარიასთან ხომ არ გქონიათ კომუნიკაცია ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ საქართველოს პარლამენტმა
მთავრობაზე აღარა მაქვს მე საუბარი, ერთი საპროტესტო რეზოლუციაც კი ვერ მიიღო, ვერ გაბედა და ამჯობინა, რომ დანაშაულებრივი დუმილის პოზიცია დაეფიქსირებინა. ხო, არა მხოლოდ დუმილის ფარავდა დანაშაულს. არა ქვეყნებს ოქმს ამ მოთხოვნის შესახებ. გუშინდელ შეხვედრაზე რა მოხდა? ქართულმა ხარემ რა პოზიცია დააფიქსირა, რა თქვა? ამის შესაძლებლობა საზოგადოებას არ აძლევს, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რომ რა პოზიცია ქონდა ქართულ ხარემ. ეს არის პრაგმატული პოლიტიკა, რომელ პრაგმატულ პოლიტიკაზეც საუბრობენ? თუ ბოდიშის მოხდა არის პრაგმატული პოლიტიკა. აი ეს არის რეალობა და ეს არის რეალური სიმართლე, რასაც დღეს საქართველოს ხელისუფლებას რა პოზიციაც უკავია, მხოლოდ და მხოლოდ იმიზნით და იმ გარემოებებით, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება, შეინარჩუნონ საკუთარი ძალაუფლება, საკუთარი გავლენები და გქონდეთ ძალიან მჭიდრო კავშირები კორუფციულ ფულთან. ბატონ შალვა, ჩორჩანა არის ეს თემა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება გიორგი გახარიას თავისუფლების ან დაპატიმრების საკითხს, ის როგორც შეგვიძლია ვთქვათ, პოლიტიკური დევნილი საქართველოში არ იმყოფება, მაგრამ ქონდათ თუ არა კომუნიკაცია, თუნდაც გუშინდელი აი ამ ჩორჩანა საგუშაგოს აღების მოთხოვნის შემდეგ გიორგი გახარიასთან მაინტერესებს მისი პოზიცია. რა თქმა უნდა, ბატონ გიორგი გახარიასთან ძალიან ხშირი ურთიერთობა და კავშირი გვაქვს, რა თქმა უნდა, დისტანციურად და ტელეფონით. ნორმალურ გაოგნებულია, აღშფოთებულია. როგორ შეიძლება რომ ვინმეს რაღაცა განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს. არა მარტო გიორგი გახარიას, არამედ ნებისმიერ ჩვეულებრივ ადამიანს და გიორგი გახარიას კიდევ მით უმეტეს კიდევ. მაშინ, როდესაც კაცმა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა სოფელი ჩორჩანა, თოცავი ოკუპაციისგან და ანექსიისგან, ამ დროს ესენი აგერ პოდნოზე დადებულს გამზადებული უნდათ რომ მიართვან და ჩააბარონ საოკუპაციო რეჟიმს და რა გამოსავალი აქვს ახლა ქართულ ოცნებას? დაცვის გამო დაიწყეს გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლის დევნა. ბატონო რაბზანე რა გამოსავალი აქვს ახლა ქართულ ოცნებას, რომ ჩორჩანა, როგორც დანარჩენი ტერიტორია არ მიიტაცოს არ იყოს ანექსირებული. გამოსავალი აქ არის ერთი. თუ ეყოფა იმის გამბედაობა და იმის ვაჟკაცობა დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებას, რომ პირდაპირ თქვას არა და ის საგუშაგო იქ სოფელ ჩორჩანადან არ აიღოს, აი ეგ არის რეალური გამოსავალი და პირდაპირ უთხრას, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორია. მართალია ბატონ სარშალა, გეთანხმებით რასაც თქვენ ამბობთ იმაში, თუმცა არცალია საქართველოს ხელისუფლებას ახლა ტერიტორიების დასაცავად, ან ნამდვილ კრიმინალთან საბრძოლველად, ისინი გადასულები არიან მაგალითად იუმორისტების ცემის, ან ჟურნალისტების დაკავების პროცესით, დაჭერის პროცესით, იცით თქვენ ახოსანაია და კორუფციული ფულის კეთებით კიდევ. რაც ყველაზე მთავარია, მანდედან უნდა დაგეწყოთ. პარტიის პოზიციაც მოვისმინო ამასთან დაკავშირებით. მაგალითად, რას ფიქრობთ, როცა ახოსანაიას Facebook პოსტის გამო იჭერენ? რას ფიქრობთ, როცა იუმორის დაორგანიზებულ კრიმინალებს ახვედრებენ და ამის პასუხი პარლამენტარების მხრიდან, მაგალითად დიმიტრი სამხარაძის მხრიდან არის ის, რომ ის მზადაა თავდებში ჩაუდგეს კრიმინალს და მას პატრიოტს უწოდებს. პირდაპირ გულახდილად და გულწრფელად რო გითხრათ, ნამდვილად არ გამკვირვებია, რომ ხოი ეს საოცრება რა მოხდა და რა მოულოდნელობა დაგვატყდა თავს თქო, იმიტომ რომ ეს მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივად რეჟიმი და რეჟიმისთვის დამახასიათებელი ქმედებები. რეჟიმისთვის დამახასიათებელი ქმედებებია, როდესაც ჩვეულებრივ უდანაშაულო ადამიანების მიმართ იწყება ძალადობა ქუჩაში, რომლებმაც თავისი საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავალი დასაცავად გამოვიდნენ და გააპროტესტეს და ხელისუფლებას უთხრეს არა. რეჟიმისთვის დამახასიათებელია, როდესაც ეს ძალადობა გადაინაცვლა პოლიციის განყოფილებაში. რეჟიმისთვის დამახასიათებელია, როდესაც ის უკანონო ახალგაზრდა ადამიანები, ბიჭები, რომლებიც ცხედათ დღეს ციხეში და არ უშვებს და არ ანთავისუფლებს ხელისუფლება, მით უმეტეს ჩვენი არაერთგზის მოწოდებისა, ყაველაშვილი გინდა პაპუაშვილი თუ კობახიძის წლიური ანგარიში რო იყო, რომ მოუწოდებით, რომ გაენთავისუფლოს, თუ უნდათ მათ, რომ დეპოლარიზაცია მოხდეს საქართველოში და დაიწყოს ადამიანებს შორის შერიგება და დალაპარაკება, პირველი რაც უნდა გააკეთონ, ეს გააკეთეს, მაგრამ ეს ნაბიჯი არ გადადის. რეჟიმისთვის დამახასიათებელია ის, რაც საგაზაფხულო სესიების
დასრულების ბოლო დღეს მოხდა ორგანიზებული ძალადობა საქართველოს პარლამენტში ჩვენი გუნდის მიმართ და ჩვენი გუნდის წევრების მიმართ. და ეს არის უკვე შემდეგი გაგრძელება. აი ეს მკვლელობებიც, აი ეს ადამიანების დაჭრებით, აი ეს კრიმინალური გარჩევებით, აი ეს ვახო სანაიას, რომელიც დამოუკიდებელი ჟურნალისტია და მედიის თავისუფლებას ემსახურება მთელი თავისი ცხოვრება, ახალგაზრდობის ბავშვობიდან მოყოლებული, ხო? დღეს ის დასაჯეს. და ხვალ კიდევ შეიძლება უარესი მოხდეს. ასე რომ ამისთვის თითოეული ჩვენგანი და თითოეული თქვენგანი, ხო, მზად უნდა ვიყოთ. ხვალ შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება და თქვენი ტელევიზია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ ტელევიზიას წარმოადგენს და ბევრი მაყურებელი გყავთ, გაგიუქმონ ეთერები. ასე რომ მე არაფერი აღარ გამიკვირდება პირდაპირ რო გითხრა. არც მე არაფერი აღარ გამიკვირდება, საინტერესოა ასეთ დროს რა უნდა ქნას ოპოზიციამ, რასაპირებს თქვენ. გამოსავალი არის ერთი, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. გამორიცხულია ტრანსფორმირებით არაფერი არ მოგვარდება. სხვადასხვა რაღაცა მიდგომებით და შეხედულებების შეცვლით არაფერი არ მოგვარდება, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, რომ ეს არის მათი მიდგომა, ეს არის რუსული ყაიდის პოლიტიკა, პირდაპირ რო გითხრათ, რა და ზუსტად ერთ-ერთში კოპირებას ახდენენ რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე პროცესები, რაც გასულ წლებში იყო, ეტაპობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება მაგის კოპირება და ამიტომ აქ გამოსავალი არის მხოლოდ ერთი, უნდა მოხდეს ცვლილება და ეს ცვლილება დამერწმუნეთ აუცილებლად მოხდება. ოღონდ მოხდება დემოკრატიული ფორმებით და მეთოდებით 2028 წლის არჩევნებზე. თუ მანამდე არ დაინიშნა არჩევნები. დიდი მადლობა ბატონ შალვა კერესელიძეს.